მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ყოფებით კუსტბაზე, სადაც 18-19 ოქტომბერს ჩატარდება სტუდიო ლიბერტის ტურნირი პადელში და ჩვენთან ერთად არის მარკეტინგის წარმომადგენელი ხატია ხატიაშვილი. გამარჯობა. როგორ ახარ ხატია? კარგად თქვენ? მეც კარგად. მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა როგორც ყოველთვის. ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენთან ერთად ყოფნა უკვე 2 წელია და კი. რაღაცა ჩვენი დაწყებიდან მოყვებით და მოგვიყევი როგორ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ზოგადად თქვენი პადელში შემოსვლა. ხო, რაღაც ძალიან დიდი დრო გავიდა უცებ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ხარდაჭერა და მე როგორც ლიბერტის წარმომადგენელი დღეს ვიტყვი, რომ ძალიან მიხარია, რომ ამ სპორტის ხარდამჭერები ვართ. თქვენ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ზოგადად ესეთი სპორტები ძალიან კარგი არის ადამიანებისთვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და ჩვენც ალბათ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც წამოყევით და გენდეთ, იყო ეგ, რომ მსგავსი სპორტი, რომელიც არ მოითხოვს დამატებით ნიჭს, არ მოითხოვს არაფერს იმისთვის, რომ რაღაც წარსულში უნდა ყოფილიყავი რაღაცის ჩემპიონი. ეხლა აქაც ძალიან ბევრი თამაშობს, 18-19-ში ბევრი იქნება ისეთი, რომელიც უბრალოდ ბიზნესის წარმომადგენლები არიან, სხვადასხვა სფეროში მუშაობენ და მაინც თავის-თავი იპოვეს აქ რაღაც ამ სპორტში, რომელიც იდეაში ძალიან კარგი არის ჯანმრთელობისთვის და თან წარმატებულიც არის რაღაც მხრივ რა. ხო, რაღაცა ეგ არის, რომ ყველა შეუძლია თამაში და ეგ აქვს, მე მგონი პადოს პლუსი, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, რომ ყველაზე დიდი პლუსი მე მგონი ეგ არის, რომ ანუ შეიძლება არც არასდროს არაფერი არ გითამაშია და ჩოგანი არ დაგიჭერია არასდროს ხელში, მაგრამ უცებ შედიხარ კორტებზე, ულამაზესი არის ჯერ მინდა აღვნიშნო. კი, ნამდვილად საოცარი გარემოა აქ და გელოდებით ყველას 18-19-ში მე მგონი ძალიან კარგი დღეები გველოდება წინ. ეგეც ძალიან მაგარია სხვათა შორის, რომ ყველა ჩემპიონატზე არა აქვს მნიშვნელობა თამაშობ თუ არა, რაღაც community იკვრება და ადამიანები ამოდიან, უყურებენ, გულშემატკივრობენ, მხარს უჭერენ. ვიღაცები შეიძლება არ თამაშობენ, მაგრამ უცებ მოუნდეს და შემოვარდეს კორტებზე და ითამაშოს და ძალიან კაია რა, ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ყველა ეგრე იწყებს, თავიდან უყურებს და რაღაცა საინტერესო გონია რო არის და მერე შედის თამაშობს და მოწონს. კი, ნამდვილად ეხლა ვიყურები, იქით ბიზნესის წარმომადგენლები არიან, იქით ფეხბურთიდან არიან ვიღაცები და რაღაც სხვადასხვა ვაერთიანებს ყველა სფეროს. თქვენ 2 წელია უკვე ჩვენი სპონსორები ხართ და თავარი პარტნიორები და მაინტერესებს ზოგადად სპორტის სპონსორშიპი თქვენი გადმოსახედიდან რა არის პლუსები, გამოწვევები რა არის და საქართველოში რადგან ჭირს რაღაცა თქვენ თავიდანვე ჩაერთეთ ამ ამბავში და რა დაინახეთ და რატო გადადგით ეგ ნაბიჯი რომ მოგვიყეთ. ხო, ზოგადად ძალიან რთული არის ვისაუბროთ საქართველოში სპორტის რაღაც მხარდაჭერებზე, იმიტომ რომ სამწუხაროდ სპორტი ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე არ არსებობს. და მეცაც გეტყვი, ასე მგონია, რომ თუ სპორტს არ დაუდგება ყველა ბიზნესი, ძალიან რთულია რომ ყავდეს ბევრი წარმატებული, ასე ვთქვათ, სპორტსმენი. ძალიან ბევრი ბიზნესი არის, რომელიც უჭერს მხარს, თუმცა არის რაღაცა იმის გავსი ტიპის სპორტები, რომლებიც არ არის აქტუალური, არ ყავს იქ ბევრი კვარაცხელია და აღარ მინდა ჩამოთვალოს ბევრი ჩვენი ძალიან წარმატებული სპორტსმენი. თუ წარმატებული სპორტსმენი არ წამოვა, მერე აქტუალობას კარგავს ის კონკრეტული სპორტები, რა და ძალიან ბევრი სპორტში ყავს წარმატებული ადამიანები, უბრალოდ სამწუხაროდ არ ვიცით. ამიტომ მგონია, რომ ბიზნესები თუ მხარს დაუჭერენ და ამ შემთხვევაში კიდე ერთხელ გამიმარჯვოთ, რომ ძალიან მიხარია, რომ ლიბერტის წარმოვადგენ, იმიტომ რომ თქვენ რომ მოხვედით, ალბათ ჩვენ გუნდში ბევრმა პადელი არ იცოდა, მეც მათ შორის არც მქონდა ნანახი კორტი, როგორ გამოიყურებოდა. გენდეთ, დაგიჭირეთ მხარი და მგონია, რომ ძალიან წარმატებული გამოვიდა. დღეს უამრავი ბიზნესი არის ჩართული, უამრავი ბიზნესი ასპონსორებს სხვადასხვა ჩემპიონატებს პადელის მიმართულებით. თქვენი და ჩვენი დამსახურება, ასე მგონია, ცოტა ამბიციურად, მაგრამ არ ამბიციურად, ისე მგონია, რომ ძალიან დიდი დამსახურება გაქვთ თქვენ, იმიტომ რომ რაღაც ამ სპორტში ჩაერთეთ, თქვენც ხო რაღაც თავიდან იყავით ჩართულები ისე რომ ალბათ არანაირ მატერიალურ რაღაცას არ ელოდით პირიქით, რაღაც ჯანსაღი ცხოვრება გინდოდათ. და სიყვარული ამ სპორტის. და დღეს საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ მარტო თქვენ კი არა, ყველას ვთქვათ, მე არ ვარ ვიზუალურად მაგ ფორმაში რომ კორტზე ვითამაშო, მაგრამ ამ ფორმით მოდიან, იცვლიან და მე უცებ თამაშობენ.
ძალიან აქტიურად. და 18-19-ში მე მგონი ვითამაშეთ ჩვენს. 18-19-ში სპორტულად გამოვეცხოვით და ვითამაშებთ ყველა. არ მინდა რომ თქვენგან ვინმეს გვარი გამომჩეს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სათითაოდ ყველას, ვინც ამაში ხართ ჩართულები თავიდან ბოლომდე, თავიდან ვიღაცებს თქვენი პირადი საქმეები გქონდათ, გადადეთ ყველაფერი და ამ სპორტს, რომელიც არის იდეაში უფრო მოყვარულებისთვის და მერე გადაიქცა ხო, რაღაც სპორტის სახეობად, რომელიც ჩემპიონატებში ჩაერთო და რაღაც საერთაშორისო ამბავი მიენიჭა ამ ყველაფერს, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ რომ თქვენს რაღაც აქტუალური რო იყო მსოფლიოში, მალევე შემოიტანეთ საქართველოში და ჩვენ ლიბერტი ვართ იმ დღიდან თქვენ გვერდით, როდესაც თქვენ დაიწყეთ ამაზე საუბარი და მიხარია რომ რაღაც კაი მეგობრობა შედგა ჩვენ შორის. საბოლოო ჯამში ეს უყურებთ გრძელვადიანად ამ ყველაფერს. კი, აუცილებლად და საბოლოო ჯამში ეს სპორტი რაღაცნაირად ადამიანებს ამეგობრებს, ძალიან დიდ community-ს ქმნის. ძალიან მეგობრული გარემოა, არ მინახავს რომ აი რაღაცა სკანდალები და კონფლიქტები ხდებოდეს პადელის თამაშის დროს, პირიქით ყველა ცინის, ერთობა, უხარიათ, სავარჯიშოდ მოდიან, შეიძლება ჩემპიონატში არ გამოვიდნენ, მაგრამ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ შეიძლება იყო 35 წლის, მოხვიდე, დაიწყო მოყვარულის დონეზე და უცებ პროებში გადაგიყვანო, იმიტომ რომ ნიჭი არ მოგაჩნდა. მაგრამ თავიდანვე ნიჭს არ მოიწყო. და ძალიან მარტივია მაგის გაკეთება მეგობრობა, ამიტომ ვითამაშეთ პადელი. კი, ნამდვილად. თქვენ გვერდზე სუიდება ხოლმე სხვადასხვა ლოკაციებზე, სადაც გაიხსნა პადელები და ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზოგადად კარგი იქნება თუ მაგალითად სამშენებლო კომპანიები და ბევრი ესეთი მსგავსი კომპანიები თავის რაღაცა სამშენებლო პროექტთან ერთად პატარა სტადიონს, კორტს და ახალგაზრდებისთვის მსგავსი რაღაცა ხელშესაწყობ ჯანსაღი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტებს განახორციელებს. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რა. თუ ყველას ექნება ეგ პასუხისმგებლობა, ასე მგონია რომ ბევრი უფრო წარმატებული სპორტსმენი გვეყოლება არა მარტო პადელში, არამედ ზოგადად რა სპორტის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ამბავი. ასე რომ ძალიან დიდი ხელშეწყობით და დახმარებით ვითარდება ქვეყანა და ვითარდება ჩვენ. დანდობით რაც მთავარია, იმიტომ რომ ჩვენს არის ცოტა ლიბერტი თავიდან პადელი რას იზავდა საქართველოში, როგორ მიიღებდნენ, იმიტომ რომ ცოტა მაინც სპორტია და ხა 30 წელი ხო ახალი სპორტია, არ ვიცოდით როგორი სპორტი იყო და მნიშვნელოვანია ეგ ნდობა ადამიანების მიმართ, როდესაც ხედავ რაღაც კარგ პროექტს, არ არის აქ მხოლოდ ის, რომ რაღაც სარგებელი მიიღო, პირიქით ის, რომ რაღაც ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყო ხელი და თუ ეგრე გაგრძელდება ზოგადად სამომავლოდ და ყველა ბიზნესისთვის იქნება რაღაც პასუხისმგებლობა და ბევრი ბიზნესს ვხედავ პადელშიც და რა თქმა უნდა სხვა სპორტებშიც ძალიან ბევრს მიუძღვის ძალიან დიდი წვლილი, თუმცა რაღაც ახალ სპორტებს ან არააქტუალურ სპორტებსაც თუ ხელს შეუწყობთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში არააქტუალური იყო და დღეს მე მგონი უკვე ყველა უბანში არსებობს ბევრი კორტი და კიდე ბევრი კეთდება კი, რომელსაც თქვენ ასაპორტებთ, ძალიან ბევრ ჩემპიონატს ატარებთ. ვცდილობთ რომ ყველგან იყოს ეს ჩემპიონატი, მათ შორის მთელ საქართველოში, ბათუმშიც გქონდათ, ვცდილობთ რომ ყველგან იყოს და თუ გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც თავის რეგიონებშიც, ბიზნესმენები, რომლებიც თავის რეგიონებშიც ასე ვთქვათ, გააკეთებენ მსგავს რაღაც კორტებს და ასე შემდეგ, თქვენ ყველგან წახვალთ ზუსტად ვიცი, ასე რომ ჩვენ თქვენ ვიშობოთ ჩვენც ამაკიდან მერე პადელის კვარაცხელია. კი ბატონო, ჩვენც მაქსიმალურად ვიქნებით თქვენ გვერდით, სადაც არ უნდა იყოს.